თავი მე-14. იკონიაში ისინი ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. ხოლო ურჩმა იუდეველებმა გააღიზიანეს და გააბოროტეს წარმართთა სულები ძმების წინააღმდეგ. თუმცა ისინი საკმაოდ დიდხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და სასწაულებს. მაშინ გაიყო ქალაქის ხალხი, ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი მოციქულებს. როცა იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად ცდილობდნენ, რომ შეურაცხეყოთ ჩაექოლოთ ისინი, მათ შეიტყვეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში, ლისტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში, დაახარებდნენ იქ. ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ფეხებმოწყვეტილი, დედის მუცლიდანვე დავრდომილს არასოდეს გაევლო. იგი ისმენდა პავლეს საუბარს, რომელმაც შეხედა მას და დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა. უთხრა მას ხმამაღლა. შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით. წამოდე ფეხზე და გაიმართე. ისიც წამოხდა და იწყო სიარული. ხალხმა რომ დაინახა თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აღიმაღლა და ლაკაონურად თქვა. ადამიანებს დამსგავსებული ღმერთები ჩვენთან ჩამოვიდნენ. დაუწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს ჰერმესი, ვინაიდან პავლე უფროსობდა სიტყვაში. ხოლო ქურუმა ზევსის ტაძრისა, რომელიც იმ ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები და აპირებდა ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას. მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ ეს რომ გაიგონეს, ტანისამოსი შემოიხიეს. ხალხში შეცვიდნენ, შეჰყვირეს და თქვეს. კაცნო, ამას რას ჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მათ წიაღშია, რომელმაც წარსულ თაობებში ნება მისცა ყველა ერს თავისი გზებით ევლო. თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ყნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს. ამას რომ ლაპარაკობდნენ, ძლივ შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის. მაგრამ ანტიოქიიდან და იკონიიდან მოვიდნენ იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს. მკვდარი ეგონათ. მაგრამ როცა მოწაფეები გარს შემოეხვიდნენ, წამოდგა და შევიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში შევიდა. სახარებას უქადაგებდნენ ამ ქალაქს. მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლისტრას, იკონიას და ანტიოქიას. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა. ხელდასხმით უკურთხეს მათ თითოეულ ეკლესიაში ხუცესები და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. შემდეგ გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში. პერგაში იქადაგეს სიტყვა და ჩავიდნენ იტალიაში. იქიდან გასწურეს ანტიოქიას, საიდანაც მიეცათ ღვთის მადლის საქმისათვის, რომელიც შეასრულეს კიდეც. რომ მოვიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს. კარგა ხანს დარჩნენ მოწაფეებთან.